მოგესალმებით, მე ვარ თინა პრებაძე, გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის თავმჯდომარე. თქვენ ამ ეტაპზე იმყოფებით კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში. 94 წლიდან ვარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი. მაქვს დაზიანებული მე-12 დონემდე ხერხემალი, რომელიც 94 წელში კარალეთთან მანქანაში ჩაგვცხრილეს და იმის შემდეგ არ ესე იმ დროს იცით თქვენ რომ არეულობა იყო საქართველოს მასშტაბით. ამის შემდეგ მე მოვხდი ერევნისარეაბილიტაციო ცენტრში და იქ ვნახე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, რომლებიც მართლა ცხოვრებაში პირველად ვნახე ეტლზე მსხდომი. იქიდან გამომდინარე, რომ იქ იყო ძალიან ბევრი ახალგაზრდა ომის შედეგად დაზიანებული, გადავწყვიტე მე, რომ როცა დავბრუნდებოდი საქართველოში, დამეფუძნებინა ორგანიზაცია და დავხმარებოდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. თავიდან როცა გადავწყვიტე რომ ეს ორგანიზაცია რაღაც გამეკეთებინა, არც ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და ტრენინგები გავიარე 2003 წელში, 2001 წელში როცა ეს ორგანიზაცია დავაფუძნე, 3 პროექტი გავგზავნე და ჩვეულებრივი უბრალო ენით დაწერილი ძალიან რომ არაფერი არ ვიცოდით როგორ არ გაგვეკეთებინა, 3 პროექტი დაგვიფინანსდა და პირველი პროექტი იყო რომ მოზრდილი შეშმო პირებისთვის მესწავლებინა ფეხსაცმელების შეკერვა და მერე ოჯახებში დასაქმება პატარა ჯიხურებში. ეს პროექტიც გავიდა. მეორე პროექტი იყო სამკერვალო პროექტი და მე კოსმეტოლოგი ვარ და კოსმეტიკა ვასწავლე ეტლით მოსარგებლე გოგოებს და შეშმო პირები ვინც იყვნენ და უკვე მიმიწვიეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი თვენახევარი დავყავი იქ და იქიდან ჩამოვედი უკვე აქტიურად დავიწყე მუშაობა და მადლობა უფალს რომ მომცა ამის შესაძლებლობა მე რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს რომ ეს ორგანიზაცია მაქვს ძალიან ბევრი აქტიური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები გავზარდეთ და წავიდნენ და უკვე აქტიური ცხოვრებით ცხოვრობენ და ვფიქრობ რომ დღესდღეობით ჩემს აქ სწავლობს 85 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ქარელში 55 სწავლობს, ხაშურში 27 წეღანაც გითხარით და ეს არის ჩემთვის მართლა მიღწევა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ უფალმა მომცა ეს შესაძლებლობა. ამერიკის საელჩო დაფინანსებით ამერიკაში ვიყავით, მე ვიყავი 2003 წელს და 2003 წელს მაშინ თითქმის ახალი იყო ეს მოძრაობებიც ახალი იყო. და რა ვიცი, იქ შევხვდი თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, ჰქონდა სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებდით და ბევრი რაღაცები ვისწავლეთ. იგივე იქ ვნახე როგორ აკეთებდნენ ხელოვნებას, როგორ სწავლობდნენ, სპორტს როგორ ვარჯიშობდნენ და ძალიან ბევრი რაღაცები. დიდი დრო გავიდა მის მერე, მაგრამ დღესაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ის სერტიფიკატი რაც მე იქ ავიღე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ძირითადად ვმუშაობდი უფრო დიდებთან, ვასწავლიდი ხელობას და აქტიური ცხოვრება რომ ესწავლათ ამ ადამიანებს, ძირითადად ამაზე ვმუშაობდი.
იქაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარელში მოქცა შენობა და იმასაც რეაბილიტაცია გაუკეთეთ ადრას ფინანსური მხარდაჭერით და იქაც კარგი ორგანიზაცია გვაქვს. 2008 წელს როცა იყო ჩვენმა ორგანიზაციამ მიიღო რამდენიმე ოჯახი აქ ცხოვრობდა ჩვენთან და მათ შორის იყო ორი ოჯახი, რომელსაც თითო ოჯახში 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო. და მაშინ გადავწყვიტე, რომ გამეხსნა დღის ცენტრი და მართლაც დავიწყე ამაზე მუშაობა და გავხსენი 2009 წელს დღის ცენტრი. და იმის შემდეგ მუშაობ ამ ბავშვების განათლებაზე, აქტიურ ცხოვრებაზე, რომ ისწავლონ აქტიური ცხოვრება და არ იყვნენ სხვაზე დამოკიდებული და მართლა რომ წარმატებით მუშაობს შიდა ქართლის მასშტაბით დღეს ჩემი ორგანიზაცია, ასევე გვაქვს ფილიალები ქარელში და ხაშურში. და იქაც ერთ ფილიალში ქარელში სწავლობს 55 ბავშვი, ხოლო ხაშურში სწავლობს 28 ბავშვი ამ ეტაპზე. ძალიან კარგი ნაკეთობები გვაქვს, ესენი ჩვენ გაგვაქვს სხვადასხვა გამოფენებზე და ეს არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისთვის, რომ ისწავლონ ხელობები და იყვნენ აქტიურები, იმიტომ რომ იცით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრება არის ძალიან რთული და თუ არა ხარ დამოუკიდებელი, ძალიან დიდი პრობლემები ექმნება როგორც ოჯახში ადამიანებს, ასევე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანსაც აქვს სხვადასხვა საჭიროებები და აუცილებლად სჭირდება თავიანთი თავის რეალიზება და ყოველთვის მაგას მოუწოდებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რომ უნდა იყვნენ აქტიურები, ძალიან ბევრი უნდა იშრომონ, იბრძოლონ, რომ სხვაზე არ იყვნენ დამოკიდებული. ძალიან რთულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის ცხოვრება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მივეცი ამის საშუალება, რომ ისინი იყვნენ ცხოვრებაში დამოუკიდებლები. ორგანიზაციაში მყავს 2 მსოფლიო ჩემპიონი, ერთი ქარელში ნინო საბაშვილი და მეორე გორში ლევან მახათაძე კლავჭიდში უკვე ცნობილი და მსოფლიო ჩემპიონია და ეხლა მაისშიც მიდის ალბათ და გაიმარჯვებს ამის იმედი მაქვს და რაც შეეხება ჩვენთან ბოჩაზედაც დადიან ბევრი ბავშვები, ბოჩა არის სპორტი, რომელიც ყველანაირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს შეუძლია ითამაშოს და ამითინ ჯანმრთელობა გაიუმჯობესოს და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანმა რაღაცას მიაღწიოს ცხოვრებაში და იყვნენ ჯანმრთელები და მოახდინონ თავიანთი თავის რეალიზაცია. ყველა დონორის მხარდაჭერა მით უმეტეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროდან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან, იმ წუთში მაქვს მე 7 პროექტი მიფინანსდება, წეღანაც გითხარი 3 პროექტი მაქვს, პედაგოგების ხელფასს მიფინანსებენ ასევე 25 ბავშვის დაფინანსება მაქვს, ზღვის პროექტს მიფინანსებენ, მაგრამ ეს დაფინანსებები მაინც არის მიზერული დაფინანსება და როცა დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ იგივე შენობების რეაბილიტაცია, ამოდენა ინვენტარი, ეს ყველაფერი არის დონორების დაფინანსება და ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამ დონორების დაფინანსება. ამერიკაში ყოფნის დროს ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი წასვლა. მე რომ იქ არ წასულიყავი ასეთი გულისყურით, ასეთი ინტერესით არ მექნებოდა შესაბამისი იმის ცოდნა, რომ როგორ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ეს ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს რაღაცები, აი თითქმის იმითი გავაკეთეთ ტიხრული მინანქარია, ეს ჩვენი ნაკეთობები არის.
და ამერიკის პროექტ დაფინანსებით ძალიან ბევრ ახალგაზრდას შევასწავლეთ სხვადასხვა ხელობები, ასევე უყიდეთ აპარატურა სახლში, რომ იგივე ჩირის აპარატურა, ასევე უყიდეთ წიწილების გამოსაჭექი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ეთნით მოსარგებლე, ვინც არის, იმას თავისუფლად შეუძლია გაჩიროს და ჩირი გააკეთოს და დონორებს რომ ვაჩვენეთ მერე წავიყვანეთ ბინაზე და ვაჩვენეთ ეს გაოცებულები დარჩნენ. ეს შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანისთვის ხო სტიმულის მიცემიც არის, განსაკუთრებით ახალგაზრდების.